ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიხვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე უკვე შეგუებულია, რომ მისთა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ აქტივებზე, რომლებიც კრედიტ სუისისა და ჯულიუს ბაერის ბანკებში არის განთავსებული, წვდომა არ მიეცემათ. ადვოკატი ივანიშვილისთვის თანხის გამოყენებაზე შეზღუდვას შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს და Deep State-ს უკავშირებს. ადვოკატის მტკიცებით, ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე ეგრეთ წოდებული Deep State-ის მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო. ამ დროს ივანიშვილი წიხვაძის თქმით ნაციონალური მოძრაობისგან დისტანცირდა, რაც წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა და ამ მიზეზით შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა მიზან მიმართულად დაიწყეს. როგორც წიხვაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან, ბანკმა მისი შეფასებით ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა მის მეუღლესა და შვილებსაც შეუზღუდა. 24 ნოემბერს ლონდონში ჩანიშნულია სასამართლო პროცესი, სადაც ბერმუდაზე დაწყებული დავის საბოლოო განაჩენი უნდა გამოცხადდეს. წინა ორ ინსტანციაში დავა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ოლიგარქმა დავა სინგაპურშიც მოიგო. სასამართლო დავების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში რუსული ინტერესების გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იგივე Deep State-ს აშკარად უჭირს სასამართლო სისტემის და პროცესების გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელაქვთ სხვა არაერთი ბერკეტი, მათ შორის ჩემი მიერ ხსენებული სანქციები. გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია. რა იყო ის რუსული ინტერესი, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესება იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის. შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ.